მოგესალმებით, ამ ვიდეოში გასწავლით თუ როგორ შეიძლება შევცვალოთ Messenger-ის ზარი, რომელიც ძალიან შემაწუხებელი გახდა, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის და გადავწყვიტე რომ შემეცვალა და თქვენთვისაც გამეზიარებინა ვიდეო თუ როგორ შეიძლება შევცვალოთ Messenger-ზე ზარი და დავაყენოთ სასრუველი მუსიკა ან მელოდია ან ასე შემდეგ. პირველ რიგში შეგიძლიათ თქვენს ტელეფონში არსებული ნებისმიერი მუსიკა ან მელოდია დააყენოთ ზარზე და აკეთეთ პირველ მოქმედებას. პირველ რიგში უნდა დავაყენოთ ტელეფონის ნომერზე, ანუ ნომერზე დაგვირეკავენ რა მუსიკა იყოს, ანუ ჯერ იქ უნდა დავაყენოთ ჩვენ სასრუველი მუსიკა ან მელოდია და შემდეგ უკვე Messenger-შიც ნახავთ. გავხსნათ პარამეტრები, შემდეგ ავირჩიოთ ხმები და ვიბრაცია. და შემდეგ აქ არის ზარის მელოდია, ინახეთ ზარის მელოდია. აქ არჩევთ სიმერცზე გინდა თუ სიმორსზე, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მოდი ავირჩევ სიმორს. და აქ უკვე მაქვს რაღაც მუსიკები, რომელიც ზარზე მაქვს დაყენებული და Messenger-ზეც. ეხლა ვაჭერთ პლუს ღილაკს და ვირჩევთ იმ მუსიკას, რომელსაც ან ჩვენს ტელეფონში რაც გვაქვს რა. აი მაგალითად მე მინდა რომ დავაყენო ეს მუსიკა ზარზე. დიძამით, გაჩვენებთ ახლა. ავირჩიოთ სასრუველი. მოდი იყოს მაგალითად აი ეს. შემდეგ ვაჭერთ შესრულდა. ანუ მორჩა ეს უკვე დაემატა ჩვენს ზარზე. მაგრამ მე არ მინდა ეს მუსიკა ზარზე მქონდეს, უბრალოდ მინდა რომ სიაში დავამატო, რომ Messenger-ში გამოვიყენო ეს ზარი. ამ შემთხვევაში მე ამას ზარზე არ დავაყენებ, ზარზე დავაყენებ ისევ იმ მელოდიას, რაც მაქვს დაყენებული. უბრალოდ ეს სიაში შევიტანე რა, რადგან ავირჩიე. კარგი, გამოვიდეთ ახლა უკან, გადავიდეთ Messenger-ში. გადავიდეთ Messenger-ის setting-ებში, ანუ settings, ნახეთ, settings. ჩამოდით ქვემოთ და აირჩიეთ notification and sound. ნახეთ, აი აქ. დააჭირეთ მასზე. და შემდეგ აქ არის ringtone. აი ნახეთ, რაღაც მუსიკა მაქვს დაყენებული ringtone, ანუ ზარზე. თქვენთან იქნება სტანდარტული ზარი არჩეული, ანუ აი ეს. და თქვენ შეგიძლიათ უკვე აქედან აირჩიოთ ჩამონათვალიდან ის მელოდია, რაც ანუ ის მუსიკა, რაც ავირჩიე. ნახეთ, ეს აქ არის, ნახეთ. მორჩა. ანუ ამის შემდეგ როცა მე დამირეკავენ, იმ სტანდარტული ზარის ნაცვლად იქნება აი ეს ზარი, რომელიც ავირჩიე. სულ ეს იყო მეგობრებო, ვიდეო ამით დასრულებულია. გამოიწერეთ ისწავლემეტის YouTube არხიც, ასევე ჩვენ გვაქვს YouTube-იც, სადაც უფრო ვრცლადებს ეს ვიდეოები, რასაც Facebook-ზე ნახულობთ ან TikTok-ზე. შეგიძლიათ გადმოხვიდეთ YouTube-ზე და ნახოთ თქვენი სასურველი ვიდეოები 4K ხარისხში. სულ ეს იყო, ნახვამდის.